დილამშვიდობი. მოითრიე ჩემთან ბიჭო. დღეს შედარებით გრილოდა და ღამეც კარგად მეძინა. მთელი 1 საათი დიდხანს მეძინა გუშინდელთან შედარებით. დილას რა ვიდეოც დავდე, ანუ ამის წინა ვიდეო. ეგ გადავიღე ხო წუხელ, ხო ეხა მიხდება. ხო და ისე მაგრამ მეძინებოდა, რომ ანუ ატვირთვას რომ მივეცი, ატვირთვას ბრძანება რომ მივეცი. ესაო გამეღვიძება მეთქი რა და მე ჩაურთავ კომენტარებს და რაღაცებს რა და მანამდე აიტვირთება თქო და დილას რომ გამეღვიძა ისევ ასატვირთი იყო გაჭედილი იყო რაღაცა ემართება ხოლმე ხან და მე ისე უნდა წაშალო და ახალიდან დააწყებინო ატვირთვა და ანუ ვეღარ გამოვედი მდგომარეობიდან და ფაქტიურად დილას აიტვირთა ეს ვიდეო გუშინდელი თუმცა წუხელვე უნდა ამეტვირთა დაახლოებით 11 საათი მაგრამ არ აიტვირთა ავა დავლიე საჭმელს ფიქრობდი რა გავაკეთო მეთქი მაგრამ ამ არხვის მანძილზე კვერცხები მაქვს სიმოგროვილი და მაგებს მოხარშავ და მაგებს დაუტოვებ და შეჭამენ და პლუს ის არის კიდე ხორცია დარჩენილი და ლაშა გაუცხელებს მე მოდით რა რომელიმე მოდი ჩემო ლამაზ ჩემო პრინცესი 5 კატაკატადის და არც ერთი არ მოდის ეხა ის რო ცოცხალი იყო სხვა ეხა იქ მეყოლებ და ჩახვტებ ახეთ ჩემი შეღებილი კარები როგორ გაფუჭდა გადახუნდა ეს გოგოც გასაწმენდი მყავს გუშინ წესასუტით შემოვიქროლე კიდე გებრიელად გამოწმინდე მე ვფიქრობდი რომ მოდი რა ჩემთან ის თქო რადგან დილაობით მირჩევნია ხოლმე რამის გაკეთება რომ გრილად აი სიცოცხლე რო გინდა ჯერ არ ახარ დაღლილი ხო და ვიფიქრე მტრებს მეთქი მაგას ხმაღური ხარი წვევს და მტრებს მეთქი მე გადავწმინდა დაგიჭირე ჩემო ცხოვრება აი მე როგორ დაგიჭირე გოგო ეს გოგო ხალხი ეს პეტერა გოგო ნუ გეშინია თითმისამაგრია აი მე თმისამაგრისა შეეშინე თმისამაგრია ჩემო ცხოვრება თიმო პეტარა ეს ცოტა უკარება არის გოგო ესეთი სამოგეთა გეისწერტილი მოვიდეს ერთი დავიჭირო ხო და ხვალე ვიზავთქო რა მაგას მაგრამ არ დავიზარე და ეგეც გავაკეთე ასე რომ მოვალ მარტო ის ვიყიდეს აბლაბუდების ჩამოსავები და რა იყო დებილო მარტო იმ დღეს შემოვიქრო აურაც ხელოდა გუშინ ხალხ როგორ გადაიტანეთ დღის მანძილზე როდესაც პიკში ამზე მაგ დროს კიდე ჩვენ წყალთან გვაქვს ურთიერთობა და იქ სამსახურში მართლა ის არის ხო კაი სიტუაცია წყალთან როგორ თქვა ვინც სახში ხართ როგორ უძლებთ აუ კიდე მინდა აწონო მაგრამ არ ვიწონები შეგნებულად დაველოდები ერთი კვირა კიდე ჩოჩი მოსიხარულო რა ლამაზი ხარ გოგო მარტო შე რატომ დიხარ სად არიან ბიჭები კატას ხედავს ის ქათამი და დილას გამეღვიძა და ხო წავოხდი უცბად და არა გუში რო დავწექი ვთქვი რომ ინკუბატორს ჩამოვხედავ თქო რომ ის დენში შესაერთებელი ხო ცხელდებოდა და გაცხელდა უბრალოდ გუშინ და აუ მეთქი ჩავიდე ნახო მე წარმოვიდი რომ იწვის მეთქი ხა და ცალი თვალით შევიხედე და ენთო ინკუბატორი რა უყურე ვირმა მეთკინა რას უშვება ეს დიდი კატაიციან პატარეებს სულს ბურთი გიაბურთავებს სამივეს
ხო და ხელი რომ მოვკიდე იმ შესაერთებელს ოდნავაც არ იყო ესა რა ქვია ხელი და განახლა ჩემი რელაქსაცია დილით ესენი არის და ჩხლართულები ორი ხასუშ მე ისე გამოიქანება კი უყური ხა დიდი ბავშვია ეს არის დიდი ბავშვია უბედურებს ხა იმასთან აქვს საქმე დაიმალა ნეტა იმ ქათამს რაღა აკივლებს აი მე ხუთე კვერცხი დადო იმ ქათამ ის ცემალება ეს თავიცემალება ვაი მე როგორ დააწყვეტა კისერი მოვატეხა ხალ მოეთრიეკ დროხა მოდი ამ ხელა კაცს აღარ გიხდება ეგ ცანცარობები მე მიყვარს მაგათი ყურება სიამოვნებს მაგათი ყურება ეხლა მეთქი მინდოდა ვიდეო ჩამეწერა ჯერ დღევანდელი დღის ვიდეო ის წესით გუშინდელისა რა მე ხო ორ ვიდეოს მაინც ვდებ ხო და ჩემ ბრალი არ იყო გუში რო არ აიტვირთა და ეს კიდე დილის ვიდეო არის თან ისე რომ სანამ წავალ მინდა რომ ჩამეწერა თან არ მქონდა რა ისეთი საქმე გასაკეთებელი და ესე რომ ვიჯრე და ყავა დავლი უკვე მეთქი გავალ გარეთ ეს აქ მიყვარს დაჭდო მაი უზომ უბრალოდ ბიტონია აქ და კუხნაში რაც ის ხო კუხნაც დავალაგებში კუხნაში რაც ის მაქვს ოთახის ორი წყვილი ჩუსტი მაქვს ოთახის მე დალაშას ძირთად რაღაცას რო აკეთებ ხომ ერთად გვიწევს ყოფნა ხო და ისა ორივეს გვჭირდება ხოლმე მიუხედავად იმისა რომ ის არის რა ქვია ხეა და მაგაზე ვიჭდები ხოლმე გამოვიტან ერთ წელს აქ დავჭდები ხოლმე და ეს ადგილი ძალიან მიყვარს ზარმაცობ რა ისე გადის ხოლმე ზაფხული რომ რაღაცას რო წარმოვიდგე რომ ეს მინდა გავაკეთო ხაროცხელა და ნერვი არა გაქვს ხან გეზარება და რო ვატყობ ხოლმე ისე გადის ზაფხული რომ ელემენტარულ რაღაცა 3 წელი რომ მინდა რომ გავაკეთო არ გამიკეთები მე იმიტომ რომ გეზარება და არ მინდა რომ წლევანდელმა წელმა იგი ჩაიაროს რაღაცა მინდა გავაკეთო რა აი დღეს მუშაობ დღეს თუ ადრე მოვალ მაგრამ არ მგონია ძალიან ბევრი რჩება კი გვაქვს გასარეცხი და დასამუშავებელი უჩვევა და პარასკევს ხო სახში ვარ და დღეს რა რიცხვია 15 დღეს 15-ია გავიდა ეს თვეც რა გადარჩა ხო აგვისტოში დავიწყებთ ზრუნვას სკოლისთვის. ახლა ივანისთვის ცოტა შეიცვლება რეჟიმი, მე 12 კლასელია. ჯერ არ გადაუწყვეტია რასის აქვს. აი, არ გადაუწყვეტია რასის. რა უნდა? ვერ ჩამოყალიბდა. მე მთვარი რომელზე რომ მომზადება რაღაცა რომ თუ დასჭირდება რომ არემ მაგ საქმეზე ვიმუშაოთ. წელს ეგეთი წელი იქნება ყველა მე-12 კლასის ხოლმე. და ერთი წლის მერე ივანეს გამოცდების ციებ ცხელება იქნება.
დღეს არის 15 და 19-ში მიდის ბულგარეთში. 4 დღეში. აი მე ჯერ არ ვფიქრობ ხალხო. აი მე კიდე შენ მოხველით შემოწყურება. ამასთან ეშინია ხოლმე ყურებს წევს ესე დაბლა. აი ეს დაბლა რო წევს ეს არის სიფრთხილის ნიშანი. ეს არის აი რაღაცას ესე რო ეშინია და რაღაცა ეს ლაშე რო იყოს ხო ყურებს დაბლა ჩაწევს ეს ძამში იშარა არის. ეს ჩაპლინა არის. დიდეს ძაი ყურებს როგორ დაბლა წევს ხო. მე აი ის მინდა ის აი მომიყვანე ვირი მომი. აი თან ვნერვიულობ მაგ თემაზე წასვლასთან დაკავშირებით, ოღონდ ხო იცით ჩემი ემოცია რო გამოხატვა შიგნით ღრნის ეს ყველაფერი და სანამ მოვიდოდა 19 ხა სანამ მოახლოდებოდა ჩემთვის ვეუბნეოდი რომ კაი ჯერ ხვადრია და ფაქტი არის მოვიდა უკვე ეგ დღე თან თვითმფრინავის მე ძალიან მეშინია და თან რომ მაგით მიდიან უფრო ამ პერიოდში რომ რა ვიცი საშინელებები ხდება და რაღაც ერთი დღე თურქეთში იქნებიან და მე წავლენ ბულგარეთში ეგენს დასაბინავებელი და ჩასალაგებლები მაქვს ყველაფერი ჩემოდანში ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდი, რავი ესა ისა მე ნერვიულება ცოტა მაგრამ კარგია ისეთი ბავშვისთვის როგორც ივანია რომ ცოტა ისეთი აი ბავშვები და დაბნეული ხან რომ გონიო რაღაცას აი ეგ უბრალოდ დედას რო მოყვება ეგ ის რომ აი რომ გონია ხან რაღაცას ვერ გააკეთებს ან ცოტა ისეთი დაბნეულობა სჭირდა ხოლმე რა რომ აი რაღაცა ეხა რომ მიდის ვეუბნები რომ აი ივანე თურქეთში რო ჩახვალ ის შემოდას არ შეეხო არ ამოალაგო იმიტომ რომ უნდა ერთ დღეში წახვიდე და ის ერთი ხელი დასველი გეყო ანუ ეს აქ დადე ეს იქ დადე ანუ რო სჭირდებოდა აი ხა ნინოს არ სჭირდება ეგეთი რაღაც ამას სჭირდებოდა ხოლმე და ესეთი ბავშვისთვის უფრო კარგია იმიტომ რომ დამოუკიდებლობას მიეჩვევა ესეთ სიტუაციაში აი დაგიჭირი ცეკვიდა რომ მიდიოდნენ ხოლმე ეს მეორეა ბიჭია ეს ცეკვიდა რომ მიდიოდნენ ხო ძირთად მაინც მივყვები მე და ასე თუ ისე მაინც ჩემს ხელში არის და მე ვუზრუნო ვიყო ხოლმე ეგეთ რაღაცებს და ესე არ წასულა რა ესე კი იყო ბაკურიანში ერთი კვირა რატო თურქეთში ცხოვრობ შაშა უჩემოდ და ხოლმე მიეჩვიოს ახლა ყველაფერს მაგისთვის კაია და ვიცი რომ უჩემოდ რო არის უფრო ყურადღებით არის და არაფერი არ იქნება თუ არა ბავშვობაში მე როგორ დაჯდა აი მე ვგიშდები ამ კატაზე ეს ძალიან საყვარელი ეს ჩემი პანდუნია მე პატარა ღიპირო გაგდედას ლაბაზო და ჩაყლაპულყუტი აი მინუ ყავი ხარ რა ნახირა ლამაზია აი მე გონა თვალთარო ჰქონდა ხოლმე ჭუჭყი ეს მაგრამ შავი ფერი აქვს ჩემ ბიჭი შავი ფერი აქვს აი მე პატარა ბიჭუნია და ინახე შენი თავი ხარ კოუში კოპიჭო და წყალს ვავენ აგე ის აი მე ეს მოიცულა ეს პატარა მოსულა ვერ არჩევენ ხოლმე ერთმანეთისაგან მაგრამ აგე ეს პატარა მოსულა აი მე ოღონდ ისეთი კატა იყოს რომელიმე თბილი როა ხოლმე რა იყო ეგეთი თური შეკტო დედას სიხარ რომ მე ეს მიყვარს არა ეხა ესენით რომ იყოს რაღაც მე ის ძალიან საწყალი ინტერნეტელი ბავშვის თავჭიდლებას მოდი დედას სიხარ მოდი გოგო ჯერ ის არა თუ დაუძახო და მოვიდეს გიყურებს პატივი თუ
თუ გამოივლის დავიჭერ. დანახავთ როგორი უბედური სახე. ის ჩასაფრებულია რომელიმე დაითრიოს. და განახოთ იმის სახელი ხოცებთ მას შეხედეთ. აი მას გეუბნებით, აი ესე როგორი ზეწალია ნახეთ. ნახეთ ხალხო როგორი წერტილი არის, ყველაზე პატარაა. მოდი ჩემთან. დედას ლამაზო, მოდი ჩემთან. აი ეს ბალახები. ძირითადად ვიღებთ ხოლმე რა, როგორი ხოლმე ძირიანად ამოვიღებ ხოლმე, იმიტომ რომ ნატეხი ბიტუნების შორის არის ამოსული და დასხმული ბიტუნი. მაგრამ ისა იმდენად აქეთ არაფერი არ არის. ანუ არაფერი არის მექნი, არ მომეღია. მწვანე ფერი შემოვიტანე წელს რა ქვია ეზოში. ვარ მინდოდა რომ რაღაცა ყოფილიყო და მოკეთ ბუნებას მივეცი შანსი. ხო, ამ ხეს რაც შეეხება არ დამიმთავრები, იმიტომ რომ ხო იცით იმის მერე წვიმები იყო და ერთი ამბები. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა რომ ნენელა სახში ვიქნები, აი იონეს თემასაც რომ მოვაგვარებ ჩალაგებისას, ამ ადგილს მივხედავ ისევ. იქ თითქოს იმით გავაკეთე, რა ქვია, იტყობა კიდეც რომ სახლი არის, ნახშირით დავხატე, რომ დაახლოებით მცოდნო და სად რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ კიდე ვერ ვარ ჩამოყალიბებული. ნახოთ რა იქნება. ვაიმე. გუშინ ეს ვიდეოშიც რო ხართ. კი არა და ვიდეოშიც რო გაჩვენეთ გუშინ დილანდელში დადებული. ეგი დუნაშვილი, ვერ მიმახსოვს თუ ეგიდ არის მე მგონი. მარტყოფში რო კიმჩენინია, ხო იცით? აი მე კომენტარებზე ვერ ხალისე ხარ. ხო და ძირითადად არის სულ ჩვენებურების კომენტარები, რომ კიმჩენის ეძებდნენ ვის ოჯახში იყო. ბიჭო, ეტკინა. გოგუაი. ბისო, აი მე როგორ. აი მე პატარა ბარკალი მოაჭამა. ვირი. ნახერა სუშვება. დაახჭა. ეხა მოვჭი. ამას უყურ ერთი. დედას ლამაზო, მოდი ჩემთან. მოდი ჩქარაგიშვილო, მოდი. უკრაყავ დაჭერილი. გოგო რა გიყვე, გოგო. ეხა ყურე, კიდე მიახდება. და როგორ სალტოს აკეთებინე. ყურები, აი მე ყურები როგორ ეშინია. აი მე ნახერა ყომ ვირმა. აი გაუბრასდი. მოდი გიშელო. ვირო მოდი აქ. მოიტრი მოდი. ვირგლა. დედას ვირგლა, მოიტრი მოდი რა. გასართობია აქ რა მოგონეთ. გასართობი გაგ, ბავშვებს რატო აწვალებ, დედას ბიჭო, რატო აწვალებ. დე, ჩინა გცემა? ჯოპლინა არა, შენ პანდა ხარ. აი მე როგორ გამომართვა. ეტკინა. ვირი. ჩემი პატარა. მიდი დედი შეაშინე, მიდი. დედი შეაშინე პატარა, მიდი მოვიდეს დედა შენი ერთი გაბერტყოს. ესე თამაში უნდა ყუთს როგორ იქნებს. აი მე. ეხა დროა მე მგონი რომ წყალი არ მოდის. და აქ ფანჯარაღია აქ ივანეს და არ ვრთავ მატორს. ხმახუ აქ ტვინს და ჯურჯელი ცოტა დასარეცხი და
მაგრამ მე კვირცხს მომხარშავდა ერთიანად გავრეცხავ იქამდე იქნებ გაეღვიძოთ. ანუ ავალ დავუქურავ მე პანჯერას. ხო. 8 საკლია 25. ამ დროს 1 საათში წავალ დაახლოებით. გუშინ რომ მუშაობდით მე და მეგი თან ისე გვეცინებოდა, ისე გვეცინებოდა რომ რა იყოს. წელი გვწოდებოდას. აი მინდოდა რომ ყუთებს რო აწყობდი, ეს ყუთები დამეყარათ იატაკზე დაბლა იმ ბიტონზე და იმას ვიზაო მეთქი რა ქვია. დავწვეთ მეთქი მეკიშო მე ცოტა ხანი დავიცი. ფერებს დროს დავათრევდით. ხო, დღეს ეს ქათამი უნდა წაუყანო გიას, მამალი და ბინაოს. დილას ვუყურებდი, ნეტა მეთქი გუშინ მომეჩვენა და ყივის მეთქი თუ კაკალებს და დილასაც დაიყივლა ასე რომ მამალია და ამიტომ გავამგზავრებ იქ საიდანაც მოსულა. აი მასავით მოვიდა, აი ბავშვს რომ მიაბარებენ ოჯახში გასაზრდელად და მე უკან ვიხავთ. ეხა უკან წასვლის დრო არის. წაბძანდება უკან. კულტურს პარკში ჩავაყოფინებ, რომ არაფერი იქნას გზაში. მე რა გრილინია ვიბერავს, ვაი მე რა კარგია. მე აი ესეთ ამინდებში ცოცხალი. თუ მაღლა ავიტანეთ ჩვენ ყუხნა და აბანო ჯერ არა მომავალ ეს ტერიტორია ეს ყუხნა და აბანო აქ რაც გვაქვს აბანო ეუბნებოდა ლაშას რომ დაანგრივნეტა რა თქინდაო რომ ეზო ისედაც პატარაა და თარაღაში ხო ანუ იქით გვაქვს რაღაცა სათავსოები იქით გვაქვს რა და ეგ ესეც გაივსება სიტყვა სათავსოდ რო გამოიყენო რო აშენო კიდე გაივსება რო გააქვს ყველა ვარიანტში გაავსებ რაღაც და რო არა გაქვს არ გავავსებ ხო და მაინც რაღაცით უნდა იქცეს და დაანგრიეო ეგეც მოხდება ამ ადგილზე გავაკეთებთ აი ესე ქვებით და რაღაცეებით მთელი დღე რო იყო აქ ან მე რა აუ ძალიან წარმოდგენებში მაქვს ხო და ნახოთ აბა რა იქნება და როგორ სკოლამდე სავარაუდოდ ჩვენი ოთახის რემონტს დავიწყებთ. წავედი ხდა გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე კარგად იყავით აბაჰი და აბაჰო. ხო, ამ ვიდეოს ვუყურებთ, წინა ვიდეოც ნახეთ. იმიტომ რომ წუხადელია არ გეგონოთ რომ ორივე დილის ვიდეოა ვინც ახლები ხართ გამოიწერეთ ჩემი არხით თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები ყოველდღიური ვლოგები სოფლიდან სახლიდან იმათ არ გამოიწეროთ ჩემი არხი ვინც ელოდება რომ დღეს რო აქედან ჩავწერ ვიდეოს ხვალ რაღაცა ქობულეთში უნდა ვიყო და ზეგ თურქეთში და მაზეგ ამერიკაში და ანუ იყო ხოლმე მსგავსი შემთხვევა რომ დაუწერიათ რომ აი უფრო ყურებადი რომ იყოს რაღაცა მოგზაურობის ვიდეოები დადეო წარმოიდგინე რომ დაყრია ყველაფერს და იმიტომ რომ იმან უყუროს გაიქცევი საიდან მე ვიდეოს გადაიღე ხო და მაგემა არ გამოიწეროთ არხი გამოიწერთ ისეთმა ადამიანებმა ვინც ჩემთან იქნებით და უყურეთ ანუ არ მინდა არხის გამოწერა უბრალოდ მოდი რა აი არ გაუტეხოთ არხი გამოიწეროთ და არ უყურო ეგეთი გამოწერა არ მინდა, იმიტომ რომ არაფერს მარგებს მე ეგეთი გამოწერა. ანუ არც დამიშავებს, მაგრამ ფაქტია წარმოიდგინე ხა 10,000 გამომწერამდე ავედი, მაგრამ ეგეც მეჩვენება რომ გაბერილია, იმიტომ რომ მაქსიმუმ აი 5,000-მდეც არასულა ნახვა, ნახევრამდეც არასულა ნახვა და მე ვფიქრობ რომ ეგეთი გამოწერა არ არის კაი. აი ეხლა რომ 5,000 კაცი მყავდეს და უყურებდეს სიტყვაზე 4,000 ან 5,000-მდე
ეგ უფრო ნორმალურია, ვიდრე 10,000-მდე თითქმის მივაღწიე, რამდენიმე 30 კაცამდე მაკლია თუ რაღაცა და 3,000 ნახვამდე რო ავა, ანუ ეგ ხდებით. არიან კიდე 30,000-მდე ასული თუ რაღაცა და 1000 ნახვამდეც ვერ ადის ეს ვლოგერი და რა ვიცი, აი რაღაცა ეგცა ხო სისულელი, აი 1000 ნახვაც რო არა, ხო რაღაცა მოვიცისკდე, როგორ არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცას რო ვაკეთებ. ხო და ესეთი რაღაცა მართლა გაბერილი ციფრებია და მეტი. მოკლედ გამოიწერეთ ისეთმა ხალხმა არხი, ვინც ჩვენთან იქნებით და მიყურებთ. არ გავალდებულებთ, მაგრამ უბრალოდ ვინც აი 3-4 დღეში ერთხელ მაინც ჩავრთავეთ ხოლმე და თუ გინდა ისეთმა ხალხმა გააუქმეთ არხები, ვინც არ მიყურებთ, ან ვინც უბრალოდ მოდი გამოვიწეროთ ჯანდაბას, გამოიწერეთ, ეგეთები არ მინდა. არ კინო. წავედი. დავდგა კვერცხს მოხსახარშად და მე ცოტა იმას მივყვები, რა ქვია. არ მინდა ის დიდი ქათამი გამოუშვა ჯერ ძალიან ყივის ხოლმე. ნუ სცემ. ამას უყურებთ, როგორ დაიმონავა ეს გოგო. ვირო. მოვიდეს. აუ, თუ სცემს ხოლმე ეს იაწვალებს და დედამისი რო გაივლის ხოლმე, ვაიმე როგორც მილინკი ეგეთი ხდება, ისე ეშინია იმ შავიკატის, ისე ეშინია რა იყოს. რო გაულის ერთი შეხედავს, ამან უკვე იცის რაც უნდა გააკეთოს. დავიდი. ბედნიერი დღე ყველას.